ცხადარიან საქმენი ხორცთანი. თუ მაინც ადამიანი ფიქრობს, ხო რა, ბოლო-ბოლო ეს ხორცის საქმეები რა არის და ჩამოგითვლის პავლე მოციქული, ცოტა მოსარიდებელი თემებიც კი აქვს. ერთხელ პავლე მოციქული იტყვის, რომ არის ცოდვები, რომელიც ჩვენს მიერ სათქმელათაც კი რთულია, მაგრამ ჩამოთვლის საქმენი ხორცთანი, ცხადარიანო, რომელნი არიან? სიძვანი, მრუშებანი, არ გვეგონოს ეს ჩვენთან არ არის, საქმითაც არის და გულის სიტყვებით ხო არის და არის. ადამიანები სავსე არიან სიძვით და მრუშობით. ყველანი. რატომ? იმიტომ რომ ეს ისეთი ეხლა მე ამას ვერ დავაწვრილმანებ აქ, რა თქმა უნდა, არც ამის დროა და არც ადგილი, მაგრამ ეს ისეთი მზაკვარი ვნებაა შეზავებული ჩვენს ბუნებითობასთან. გესმით, რომ ამისგან გათავისუფლება ადამიანმა არც კი იცის, რას ნიშნავს. არა თუ ვერ ხდება გათავისუფლება. ეს რას ნიშნავს არ იცის. რას ნიშნავს? მაგრამ რას ნიშნავს ადამიანს შეიძლება იყოს ქორწინებაში გაცილებით წმინდა, ვიდრე უქორწინებელი და თვით მონაზონის უწმინდული. რას ნიშნავს ეს? ამის გაცნობიერება, ხო? ეს ანუ რატომ? თუ ადამიანმა არ იცის ეს რა არის ბოლომდე ვერ აცნობიერებს და წმინდა მამათა ზოგიერთი წმინდა მამა პირდაპირ ამბობს, რომ ყველაზე მეტი სული წარწყდება სწორედ ამ ცოდვებით, სიძვისა და მრუშობის ცოდვით. და შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც საერთოდ მონასტერში შეიძლება ქალწულებაში იყოს და ამ ცოდვით იყოს დაავადებული. და კიდევ ვიმეორებ, შეიძლება იყოს დაოჯახებული, შვილების დედა და ამ ცოდვით დაავადებული არ იყოს. ამიტომ რა არის ეს ცოდვა? რა არის ეს ცოდვა? მე როგორ მინდა გითხრათ, რომ როგორც ნებისმიერი სათნოება, უმანკოება, ხო, ამის და ქალწულება, უმანკოება, თელმცნობიერება, ხო? როგორც ნებისმიერი სათნოება, ისე ამ ცოდვის საწინააღმდეგო სათნოება ბოლომდე ჩვენს მიერ გაცნობიერებული ვერ არის და არ არის.